საგამომშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება On The Record-ში. i24 News-ის სიღრმისეული ინტერვიუს შოუში. ირანთან 40 წლიანი ომის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის თავდასხმების 85%-ზე მეტი მიმართული იყო მის სპარსეთის ყურის არაბ მეზობლებზე, ასევე ერაყსა და იორდანიაზე. თუმცა ყველაზე მეტად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაექვემდებარა თავდასხმებს. ირანმა ემირატების მიმართულებით 2800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. სამიზნედ კი სამოქალაქო შენობები, ნავთობების ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აირჩია. ეს თავდასხმები დღესაც გრძელდება, მიუხედავად ცეცხლისავა ცეცხლის შეწყვეტისა. ეხლა ბოლო კვირებში გაირკვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ თავდასხმების წინაშე უქმად არ დარჩენილა და ირანს სამხედრო პასუხი გასცა, მათ შორის დაარტყა ირანის ერთ-ერთ მთავარ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას. ომის გავლენის დეტალურად განსახილველად არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე და იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ეს გავლენა მოახდინოს აბუ-დაბის ურთიერთობებზე, როგორც ირანთან, ასევე ისრაელთან, ჩემთან ერთად არის მისი აღმატებულება დერარ ბელჰულ ალ-ფალასი. მისი აღმატებულება ალ-ფალასი არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს, ემირატების საპარლამენტო ორგანოს ყოფილი წევრია. და ამჟამად არის ალ-მაჯლის ჯგუფის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, რომელიც დუბაიში დაფუძნებული საზოგადოებრივ საქმეთა და სტრატეგიული კონსულტაციების კომპანიაა. ის ასევე არის კრუკშენკისა და 딘 Global Intelligence-ის თავმჯდომარე და ვატან ალ-იმარათის ფონდის დამფუძნებელი, რომელიც GCC-ის ერთ-ერთი წამყვანი საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტია, სადაც ადრე აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. თქვენო აღმატებულება ალ-ფალასი, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობთ. ეხლა დასაწყისისთვის, ვფიქრობ, ბევრს აინტერესებს, რატომ დაესხა ყველაზე ძლიერად თავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. რატო აირჩია ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმა, სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად, მათ შორის ისრაელზე მეტადაც ამ ბოლო ომის დროს. მადლობთ რომ დამპატიჟეთ აქ. ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივია. ჩვენ მათი იდეის საპირისპირო მხარეს ვართ. მათი ყველა ნეგატიური აზრის წინააღმდეგი ვართ. შენ გავს. არაბთა გაერთიანებული საამიროები და მეორე მხარე, რომელსაც ჯერა ჰარმონიის, ტოლერანტობისა და თანაცხოვრების და რომელსაც ძულს ტერორიზმი და ექსტრემიზმი. ჩვენ ეს აღმოვფხრეთ. მაშინ, როცა ირანელებს ამის ჯერ კიდევ ჯერათ და ცდილობენ ყველგან გაავრცელონ, ამიტომ არ უყვართ არაბთა გაერთიანებული საამიროები. და ფიქრობ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მათთვის რაღაცნაირი ეკალივითაა კელში, იცით? და როგორც მისმა აღმატებულებამ შეიხ აბდულამ თქვა, ჩვენ აღარ დავთმობთ შანტაჟს, იცით? ეხლა საქმე ისაა, რომ ეს ომი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა არ წამოიწყო. ის წამოიწყეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა. და ემირატელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ომში ჩათრიეს. და თქვენთვის ამ ომში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო? ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებული საამიროები თავიდანვე ომამდე ცდილობდა ირანთან საუბარს. უსმინეთ, ჩვენ ომი არ გვინდა. აქ ომები საკმარისად ჰქონდა. ვცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა. ანუ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ან სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სხვა ქვეყნებიდან არაფერი გამოვა. და მათ ეს იციან, ხო გესმით? ყველაფერი ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. და მეორე რამ, თქვენ ვერ მოსთხოვთ სხვა ქვეყანას. თქვენ ვერ გექნებათ ურთიერთობა ისრაელთან. თქვენ ვერ გექნებათ ურთიერთობა ირანთან, ვერ გექნებათ ბაზა. ეს არ არის, ესე ვთქვათ, ეს თქვენი საქმე არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუვერენული უფლებები და საკუთარი გადაწყვეტილება. ასე რომ, ან გაჩუმდები და მიირებ ამას, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ ყოფნით გამბედაობა, რომ ესროლონ ამერიკელს, ან იქ მყოფს, ამიტომაც არაბს დაესხნენ თავს, თქვათ ქვეყნები, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროები, რადგან არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თქვა, არა, ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რასაც აკეთეთ. ამიტომაც მათ ასე ბევრი გაგზავნეს, თითქმის მთელი კამპანიის 50% არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.
ეხლა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ირანის აგრესიის შეჩერება. და სინამდვილეში, როგორც დრო გადის, ვიგებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორც ჩემს შესავალში ვახსენე, არ დამჯდარა გულხელდაკრეფილი. და სამხედრო პასუხი გასცა ირანს, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე, ასევე მის შემდეგ თავდასხმებით. ეხლა რა შეგიძლიათ გვიანბოთ ომის დროს არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო დარტყმების მასშტაბზე იუსა და ირანზე? ოფიციალურად არაფერია ნათქვამი, თქვათ ასე, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისგაცემის უფლება, რადგან მთელი დიპლომატიური პროცედურები დავიცავით. იცით, ჩვენ გვაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც თითქმის ერთმად იქნა მიღებული. ჩვენ გვყავს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელიც ადამიანის უფლებებს უჭერს მხარს. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ამას იცით, ეს არის. რაღაც, მაგრამ არაფერია ისეთი, რასაც ოფიციალურად ეწოდება. იცით, არაფერია. მაგრამ მათ იციან, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები აღარ აიტანს ამ სისულელეს, იცით? თუ ირანზე საუბრობთ და გჭირდებათ, იცით, რაღაც ასწავლოთ მათ. უნდა გაიგოთ, რომ ეს პრობლემა 1979 წლიდან დაიწყო. და მე სტატია დავწერე, ყველა პრობლემა ეხლა აღმოსავლეთში იქიდან დაიწყო, იცით? და მათ ყველაფერი გააფუჭეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა ირანთან საუბრობთ, მათ კონსტიტუციაშიც უნდა შეიტანოთ ცვლილება. რადგან კონსტიტუციაში არის თავი, რომელიც რევოლუციის ექსპორტზე საუბრობს. გულისხმობ, ვინც არ უნდა მოვიდეს. მათ მოუწევთ კონსტიტუციის დაცვა, შემდეგ კი მათი კონსტიტუცია აძლევს უფლებას რევოლუციის ექსპორტზე და ისინი პასუხისგებელნი არიან ყველა შიაზე და ეს უნდა გააკეთონ. ასე რომ პრობლემა გვაქვს მათ კონსტიტუციაში და მათ გონებაშიც. იცით, ასე რომ თქვენ საუბრობთ ირანის აგრესიის შეჩერების აუცილებლობაზე, მაგრამ ასევე იმაზე, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თვითდაცვის უფლებას იტოვებენ. ასე რომ არსებული ცნობებით აშშ-ს ზეწოლას ახდენს არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, რომ უფრო აგრესიულად იმოქმედონ ირანის წინააღმდეგ, მათ შორის შესაძლოა სახმელეთო შეტევაც კი განახორციელონ. რამდენად რეალისტურია ესეთი სცენარი და მხარს უჭერ თუ არა უფრო ძალისმიერ ემირატ უპასუხს იმაზე მეტად, რაც აქამდე გვინახავს. ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეს ყველასთვის ნათლად აჩვენა. იცით, საამიროებს საკუთარი გადაწყვეტილებები აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებები გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და შეგიძლიათ თქვათ, შეგიძლიათ ნახოთ. ბოლოს გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, იცით, საამიროებმა განაცხადეს, რომ აქვთ საპასუხო ზომების მიღების უფლება. ეს დროის საკითხია. ეს უბრალოდ დროის საკითხია. უნდა დაველოდოთ, სანამ გამოძიება არ დაადგენს, საიდან მოვიდა ეს. და ეს არის პროქსი ომი. ეს არის ომი ირანთან. ეს ძალიან ბევრი რამაა. ასე რომ, და ჩვენ 100%-ით უჭერთ მხარს ჩვენ თავრობას, რომ სწორად იმოქმედოს. იცით, ჩვენ ვიცით, რომ ისინი სწორად მოიქცევიან. სწორი ნაბიჯი ახლა არის ამ სიგიჟის დასრულება. რაც არის. ირანი ამას აკეთებს. სიგიჟე ის არის, რომ მოლაპარაკებებშიც კი ამბობენ, რომ არ გავაკეთებთ. და იცით, ნება მომეცით რაღაც თქვა. მათ აქვთ ორი გადაწყვეტილება. ერთი არის ბათ რევოლუციური გვარდიის გადაწყვეტილება. რაც ნიშნავს, რომ ისინი რაღაცას ამბობენ და გვაქვს დიპლომატიური, რაც არის პრეზიდენტისა და სპიკერის განცხადება, რაც სრულიად საპირისპიროა. ერთი ამბობს, მე ბოდიშს ვიხდი, მეორე დღეს ამბობენ, არა, ის ბოდიშს არ იხდის. ასე რომ, ისინი 47 წელია მეორე მხარეს აბნევენ სტილობენ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მეტად გაახანგძლივონ. ვფიქრობ, ისინი სწორედ მოლაპარაკებების გაჩიანურებაზე დებენ ფსონს. ასე რომ, ტრამპზე გავლენა ექნება შუალედურ არჩევნებს. ეს არის მათი მიზანი. ასე ვფიქრობ. ეხლა მიუხედავად დიდი ხნის დაპირისპირებისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროებები ირანის სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ან მეორე ადგილს იკავებს. ბოლო 200 წლეულის განმავლობაში ხშირად, იცით, ძალიან ახლოს ჩინეთთან
ეხლა ის ასევე ირანული ვაჭრობის ჰაბადაც ჩამოყალიბდა. დღესაც კი არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს საქონლის მომწოდებლად რჩება და მისი იმპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. მას შეიცვლება ეს ირანის აგრესიის შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართ. თუ აბუ-დაბი აპირებს შეინარჩუნოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, მე ვფიქრობ ეს უკვე შეიცვალა. იცით, ეს სრულიად შეიცვალა. ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორც დოქტორმა ანვარმა თქვა, გარგაში. ჩვენ ვერ შევძლებთ მოლაპარაკებას იმასთან, ვინც ყოველთვის გვემუქრება. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, იცით, რომ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მათთან. ეს მდგომარეობა ვერ იქნება სამუდამოდ. იცით, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, გვინდა ვიყოთ ჰარმონიაში, გვაქვს კარგი ურთიერთობა, გვაქვს ბიზნესი, გვაქვს ეკონომიკა, რომელიც უნდა ვმართოთ. ჩვენ ვერ შევძლებთ, თქვათ, ბანდიტურ რეჟიმში მუშაობას. ოპერაციული საკითხები, იცით რაც გაქვთ? კრიმინალები, რომლებიც ყველაფერს მართავენ, რეჟიმი, რომელსაც არ აწუხებს 45,000 ადამიანის მოკლა. როგორ შეძლებთ მოლაპარაკებას ვირაცასთან, ვისაც საკუთარი ხალხი არ აინტერესებს? ეს არის ვფიქრობ პრობლემა წერტილი, სადაც არის. უნდა ვიმოლაპარაკოთ. როგორ შეგვიძლია ვესაუბროთ ვიღაცას? ვისაც საკუთარი ხალხი არ აინტერესებს. მას ვფიქრობთ, რომ მას აინტერესებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ან საუდის არაბეთი, ან ეს ქვეყანა. თუ უბრალოდ არავინ აინტერესებს. მაგრამ ფიქრობთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უნდა გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები ირანთან? მე ვფიქრობ უკვე გაწყვეტილია. ეს უკვე სრულიად განცალკევებულია, იცით და თუ მათ უნდა აჩვენონ, უნდა დაამტკიცონ, რომ ინსახურებენ ამას, ეხლა მინდა უფრო ფართოდ მიუდგე საკითხს. 10 წლეულების განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ირანში არსებულ ისლამურ რეჟიმს, როგორც თქვენ აღწერთ მის ბირთვულ პროგრამას, რეალურად არ სურდათ ამ რეჟიმის დაცემა. მათ ეშინოდათ მიგრანტებისა და ლტოლვილების გადაჭარბებული რაოდენობის რეგიონში, რაც დაარღვევდა ძალთა ბალანსს და ამასთანავე შექმნიდა გაურკვევლობას ამ ქვეყნების ეკონომიკებისთვის. ეხლა ხან თქვენ დაწერეთ და ციტირებას ვახდენ. ჩვენი არაბული ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს ირანის გეგმების ღრმა გაცნობიერებას და ნამდვილ ერთობას, რათა შევაჩეროთ მისი ექსპანსიონიზმი, რომელიც თავს რელიგიითა და ლოზუნგებით ფარავს, თუმცა ჩვენს ერს დაღუპვასა და განადგურებას უმზადებს. მაშბატონო, ეხლა გაერთიანებულ არაბთა საამიროებს ირანში რეჟიმის შეცვლა სურს. ვფიქრობ, რეჟიმი უკვე შეიცვალა. იცით, რეჟიმი უკვე შეცვლილი იყო. აიათოლები ის უკვე აღარ არის, იცით, ის პირველ საათებში მოკლეს შემდეგ კი. უმაღლესი ლიდერი ლიკვიდირებულია, მეორე რგოლი ლიკვიდირებულია, მესამე რგოლიც ლიკვიდირებულია. ასე რომ ვფიქრობ, რეჟიმი უკვე მთლიანად შეიცვალა, ეხლა კი ვის დარჩა, ის არის, როგორც ჩანს, დანარჩენებს მოქმედების შანსი აღარ აქვთ, ასე რომ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან რეჟიმი შეიცვლება. იცი, ვფიქრობ, იმ მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თვითონ და ასევე პრეზიდენტი ტრამპი ამბობთ, რომ რეჟიმი უკვე შეიცვალა, ეს რეჟიმი მაინც აგრძელებს თავდასხმებს თავის სპარსეთის ყურის არაბ მეზობლებზე, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ეს მიმიყვანს ჩემს შემდეგ კითხვაზე. მინდა რომ მოусმინოთ საინტერესო განცხადებებს, რომელიც აშშ-ის ისრაელში ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ გააკეთა გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის შესახებ. მოდით მოусმინოთ. შემიძლია გამოვხატო მადლიერება, ღრმა მადლიერება და აღფრთოვანება არაბთა გაერთიანებულ საამიროების მიმართ. ვფიქრობ, რომ საამიროები მაგალითია. ისინი იყვნენ პირველი აბრაამის შეთანხმების წევრი, მაგრამ შეხედეთ იმ სარგებელს, რაც მათ მიიღეს. შედეგად ისრაელმა მათ გაუგზავნა რკინის გუმბათის ბატარეები და პერსონალი, რათა დაეხმაროს მათ ექსპლუატაციაში. რატო? იმიტომ რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა აბრაამის შეთანხმებების საფუძველზე.
მაშ ბატონო, ანუ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებებია. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისრაელისგან მიღებული მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის? ფიქრობ, მოდი ესე ვთქვათ, როგორც თქვენ თქვით. ეგვიპტეც არის, რომელმაც ისრაელთან ხელი მოაწერა. იორდანიაც არის, რომელმაც ისრაელთან ხელი მოაწერა. ამ ქვეყნებს ისრაელთან საზღვარი აქვთ, მაგრამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საზღვარი არ აქვს. ორივე ქვეყანას იცით თანაცხოვრებისა და ტექნოლოგიების ჯერა. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ისევ მჯერა მისი ადმატებულების. შეიხი მუჰამად აჰმედ რაშიდი ამბობდა: არ მისცეთ პოლიტიკას ეკონომიკის მართვის უფლება, რადგან ეს გაანადგურებს მას. მიეცით ეკონომიკას პოლიტიკის მართვის უფლება, რადგან ეს რაღაცას შექმნის. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა შეიძლება იყოს საუკეთესო მართვის მექანიზმი. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკა შეიძლება იყოს საუკეთესო მართვის მექანიზმი ნებისმიერი ურთიერთობისთვის. როგორც კი ეს არსებობს. და ხედავთ, აქ ძალიან ბევრი ისრაელელი ცხოვრობს, ჰარმონიაში, ყველაფერში. როგორც კი სიძულულს მოვიშორებთ, ფიქრობ 70 წელი გქონდა ეს. საკმარისად გქონდა. ნახეთ, ისრაელი თავს არ დაგვესხა. ისრაელი თავს არ დაგვესხა. ირანი იყო ის, ვინც თავს დაგვესხა. მაშ, რატომ უნდა ვიქონიოთ ცხენა ისრაელის მიმართ და შევინარჩუნო ჰარმონია ირანთან, რომელიც დღე და ღამ გვიტერს თომასია, მაგრამ მე მინდა ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილო, რადგან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მეც ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის ბატარეების გაგზავნას, ისრაელის სამხედრო პერსონალის გაგზავნას ამ ბატარეების სამართავად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრად სცდება იმ სამხედრო თანამშრომლობას, რაც ისრაელს ჰქონდა თავის მეზობლებთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან, რაც თქვენ ახსენეთ. აბა როგორ, სად უნდა წავიდეს ეს სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან არაბთა გაერთიანებული საამიროების სურვილით. როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში? მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა ბევრად უფრო წინ მიდის, ვიდრე ეს ერთი შემთხვევა. და ეს თანამშრომლობა უკვე არსებობს. ისრაელი ირანის მხრიდან იყო თავდასხმის ობიექტი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ირანის მხრიდან იყო თავდასხმის ობიექტი, ასე რომ ჩვენ შორის საერთო მტერი არსებობს. ასე რომ თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით ამ მტრარის წინააღმდეგ, ბევრი პრობლემა იქნება. მე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, ვფიქრობ, რომ რეჟიმმა უნდა მოიხსნას, ეს ჩემი აზრია, ეს არ უკავშირდება მთავრობას ან რამეს, ესე რომ ვფიქრობ, ამ რეჟიმმა 47 წელი თანხმობაში ცხოვრობდა. და ხალხი ცდილობს, იცით, იმუშაოს მათთან, იცხოვროს მათთან ერთად. ყველაფერი, მაგრამ ისინი ამას ვერ იგებენ. ისინი მხოლოდ ერთ რამეს იგებენ, მკვლელობას. ეხლა არ შემიძლია არ კითხოთ იმ საიდუმლო ვიზიტზე, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის თქმით, ნეთანიაჰუ მარტში აბუ-დაბიში განახორციელა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალურად უარყო ვიზიტის არსებობა, ნეთანიაჰუს ყოფილმა თანაშემწემ, რომელმაც თქვა, რომ ისიც იმ მოგზაურობაში იყო, ვიზიტი დიდი დეტალებით არ წერა. შეგიძლიათ ახსნათ, რა ხდება აქ? ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ ვერსიას მივყვები. ანუ საამიროებმა უარყვეს ეს. ამიტომ ჩემს ქვეყანას დაუჯერებ, თუ რაიმე სარგებელი ექნება თქმას, ისინი იტყვიან ამას. მაგრამ ვფიქრობ, თუ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოდის, ამას დაუჯერებ. კიდევ ერთი. კარგი, ესე რომ მე მინდა უფრო ფართოდ შევხედო. თქვენი საუბრეთ GCC-ზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოზე, მაგრამ კონკრეტულად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობებზე, სადაც ვხედავთ, რომ აბუ-დაბისა და ერ-რიადს შორის ახალი განხეთქილებაა. როგორ უყურებთ ამ განხეთქილებას და როგორ აისახება ეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე? არ ფიქრობ, რომ ეს რამეზე აისახება იქ. ყოველთვის არის, იცით, ისრაელშიც კი. ყოველთვის იქნება პარტიებს შორის და ყველაფერში ესეთი რა. ასე რომ არის დავა, მაგრამ ზოგადად ყველაფერი რიგზეა. ეს არაფერი ახალი, მაგრამ არის დავა და ინტერესები. მაგრამ როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი, იცით, შეიძლება მოგვარდეს. მე ვფიქრობ ჩვენ ნახავთ ახალ ურთიერთობას საუდის არაბეთთან, ყველაფერი ისევ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდება.
მოდით ახლა რეალურ საფრთხეზე გავამახვილოთ ყურადღება, ამაზე მეტად. ჩვენსა და საუდის არაბეთს შორის, ჩვენსა და ყატარს შორის, ჩვენსა და ბაჰრეინს, ასევე ქუვეითს შორის. ფიქრობ, ვიცით, ვინ არის მტერი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველა მიცის, ვინ არის მტერი, ახლა ნამდვილი მტერი. თუ თქვენ ნახავდით ქუვეითიმე რომელიმე მინისტრს, ქუვეითს, რომელსაც აბრაამის შეთანხმება ან რაიმე მსგავსი ისრაელთან არ აქვს, როცა ალ-ჯაზირამ კითხა მას, ვინ არის თქვენი მტერი? ეს არის ისრაელი თუ ირანი? მან თქვა ირანი? მან თქვა ისრაელს ჩვენზე არ შეუტევია. 70 წელი იცით, ყველაფერს ვაკეთებით ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ჩვენზე არ დაფტაკებია. ირანი კი ყოველ ჯერზე გვიტევს. ასე რომ ხედავ რომ გარკვეული დაშორება. ამის შემდეგ როცა დავამთავრებთ, იქნება. მეტი ქვეყანა ხელს მოაწერს აბრაამის შეთანხმებას. კარგი, მე უბრალოდ დავნიშნავ ქუვეითთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში მათ უნდა გააუქმონ კანონი, რომელიც კრძალავს ისრაელთან და ისრაელებთან კონტაქტს. მაგრამ თუ სწორად ხვდები იმას, რასაც მიანიშნებთ, ეს შეიძლება მომავალში მოხდეს. როგორც ამ ცვლილებების ნაწილი, რომელსაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ატარებენ თავიანთ დამოკიდებულებაში ისრაელის მიმართ. ეხლა სანამ გადაცემის შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ, უნდა გკითხოთ. მესმის ხმები, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები უახლოეს დღეებში აპირებს სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარებას. რას გვეტყვით ამაზე? ფიქრობ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. იცით, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს სომალილენდთან. ყველაფერი გვაქვს იქ. ასე რომ თუ ასეა, ყველაფერი სწორად მიდის, ჩვენ აღვიარებთ სომალილენდს. ასე ვფიქრობნე. და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ კარგ ადამიანებს დავაჯილდოებთ, ვიდრე ალ-შაბაბს და სხვებს. ძალიან საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი იქნებიან ერთადერთი ორი ქვეყანა, რომლებიც აღიარებენ სომალილენდის დამოუკიდებლობას. ეხლა მინდა გადავალ გადაცემის ბოლო ნაწილზე. ეს არის სწრაფი კითხვების სექცია. მე გაჩვენებთ 3 სურათს და თქვენ მოკლედ მითხარით პირველი რაც გაგახსენდებათ. ასე რომ პირველი სურათი. ეს არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს მოჰამედ ბინ ზაიედს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. და ამის შედეგი იყო ის, რომ ორივე მხრიდან ძალიან ბევრი სამხედრო ტყვე გაათავისუფლეს. არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო მათ შორის შუამავალი. და ვფიქრობ, რომ ახლაც რამდენიმე დღის წინ კიდევ რამდენიმე ტყვე გაათავისუფლეს. ასე რომ, კარგი ურთიერთობის წყალობით ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ორივე ქვეყანას ენდობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ საკითხში. და ვფიქრობ, რომ მისი აღმატებულება ერთხელ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა გვყავდეს მტრები. უნდა გვყავდეს არც ერთი მტერი. ვფიქრობ, სწორედ ამას ისწრაფის არაბთა გაერთიანებული საამიროები. ასევე ვიხილეთ უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინას შორის გაფორმდა და ველოდები, რომ ეს ურთიერთობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეხლა შემდეგ სურათზე ეს არის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი. ის არის მემკვიდრე პრინცი და ვფიქრობ, მას ბევრი რამ აქვს ხელში. უკვე დრო იყო. საუდილმა მართლაც შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან საუდის არაბეთი, ესე ვთქვათ, ექსტრემისტული მდგომარეობიდან გახსნილ საზოგადოებად და ყველაფერად აქცია. ვფიქრობ, მათ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ წარმატებას უსურვებთ. მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოვიდა ოპეკიდან, რაც მინიმუმ დიპლომატიურ ან ეკონომიკურ დარტყმად ითვლება საუდის არაბეთისთვის. ესე რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად არ მიდის ამ ორ ქვეყანას შორის. მე ასე არ ვფიქრობ. ეს არის მიღებული გადაწყვეტილება, სუვერენული გადაწყვეტილება. იცით, ჩვენ გვჭირდება, იცით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ვფიქრობ ადრე სადეს ეს და სადეს კონტროლი. ვფიქრობ, ეხლა სწორია დრო ჩვენთვის. დავტოვოთ ეს კარტელი. იცით? ბოლო სურათი, რომელზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. ეს არის აშეთეშიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მე ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს დროში ყავდა, ბაიდენის ეპოქასთან შედარებით. მას კარგი ურთიერთობა აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
ის მეგობარია, ის მოკავშირეა. რა? ჩვენ მასთან უკეთ შეგვიძლია მუშაობა, ვიდრე ვინმესთან. დაკმაყოფილებულია თუ არა არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ-ს სამხედრო ბაზების თავისი ტერიტორიაზე ყოფნით? ჩვენ ვიცით, რომ ირანი მოუწოდებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს გააძევონ აშშ-ს სამხედრო ბაზები მათი ტერიტორიიდან. ფიქრობთ, ეს არის ის, რაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სურს? ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ირანის საქმე არ არის. ვისთან გვაქვს ურთიერთობა, ვისთანაც გვაქვს. და მოდით ეს გავარკვიოთ. თუ მათ მისცეს ნება, მოდით ტერმინი ბაზა გამოვიყენოთ. ბაზა ნიშნავს, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეერთებულ შტატებს შეუძლია მოქმედება. ეს არის გუნდი, რომელიც ერთად მუშაობს და ისინი დიდი ხანია ერთად მუშაობენ. ასე რომ ბაზა არ არსებობს. თუ ისინი ბაზაზე საუბრობენ, ეს ტკუილია. ასე რომ ტერმინი ბაზა აქ არ გამოდგება კატარში ლადის ბაზა, მაგრამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვენ შორის თანამშრომლობაა და ისინი ჩვენს ბაზას იყენებენ. ასე რომ ეს არის მისი ნაწილი, საიდანაც ისინი მოქმედებენ. მეორეც, ეს მათი საქმე არ არის. მათ არ აქვთ უფლება რაიმე გვიკარნახო. ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ჩვენ გვაქვს საკუთარი უფლება გადავწყვეტოთ რა გავაკეთოთ. ასე რომ მათ არ შეუძლიათ რაიმე გვიკარნახო. კარგი, ამჯერად აქ უნდა დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენო აღმატებულებავ Dhar Bell-Hall Al-Falasi, რომ შემოგვიერთდით ამ საღამოს. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში On the Record. დღევანდელ ეპიზოდს და ყველა წინა გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. გმადლობთ ყურებისთვის.